ესე იგი, შემდეგი ენერგია არის 21 ენერგია და მას ქვია სამყარო. დადებით ენერგიებში იგი კარგი დიპლომატია, მშვიდობის მოყვარული, არის ღია და ენდობა ყველას, ადვილად და სწრაფად პოულობს საერთო ენას ყველასთან, მისთვის ყველა მისაღებია, მიუხედავად ეროვნებისა, წარმომავლობისა, რელიგიური აღმსარებლობისა, კანის ფერისა, სქესისა და ასე შემდეგ. მისთვის ყველა ერთი წარმოშობის ადამიანია და მისთვის ესე იგი შეხედულება ასეთია, რომ დედამიწა ყველას სახლია და ჩვენ სტუმრები ვართ. მისი საზრუნავი და საფიქრალი გლობალური თემებია, რომელიც დედამიწას და საერთოდ კაცობრიობას ეხება. ადვილად სწავლობს უცხო ენებს, უყვარს და მუდამ მიილტვის სწავლისაკენ, ძალიან სწრაფად ითვისებს მასალას, მიუხედავად რა სირთულის არის ეს მასალა, ბევრს კითხულობს, არის ერუდირებული, ძალიან საინტერესო, განსაკუთრებით უყვარს მოგზაურობა, უცხო კულტურების შესწავლა, უცხო ქვეყნის ტექნოლოგიების გაცნობა. მინუს ენერგიებში გამძაფრებული მოთხოვნილება შეიძლება ჰქონდეს, რომ ყველაფერი ერთბაშად გააკეთოს და ყველაფერი ერთბაშად მიიღოს. ამიტომ ასეთი ადამიანები ხშირად დაწყებულ საქმეს შუაგზაში ტოვებენ და არ ამთავრებენ. არ აქვთ მოთმინების უნარი და საქმის ეტაპობრივად კეთების სურვილი. ადამიანების გაერთიანების ნაცვლად აღვიძებს კონფლიქტებს, მტრული დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა წარმოშობის ადამიანების მიმართ, ყოფს მათ სხვადასხვა დონეებად, სწრაფად წყდება საერთოდ ყველაფერს წყდება სწრაფად და იკეტება თავის ილუზიებში, ვირტუალურ სამყაროში, მუდამ ყველას უკმაყოფილოა, აკრიტიკებს რელიგიებს, სახელმწიფო სისტემებს და საერთოდ მთელი სამყაროს მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. და ბოლოს არის ენერგია 20. ერთის შეხედვით ესენი ძალიან ამტანები და იღბლიანები არიან და აქვე მინდა ვთქვა, რომ საერთოდ კარნულ ნუმეროლოგიაში ნულით დამთავრებული ციფრები, როგორიც არის 10, 20, 30, ყველას ახასიათებს განულება. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ სწორ ენერგიებში იყოთ, დადებით ენერგიებში იყოთ და სწორად მართოთ ეს ენერგიები, რადგანაც ეს ადამიანები მიდრეკილები არიან განულებისაკენ. 30 რიცხვით, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი. ისინი მუდმივად სხვებს უმტკიცებენ რაღაცას, ამიტომ სამყარო მას უგზავნის ისეთ სიტუაციებს, რომ თავის თავზე აიღონ მეტი ვალდებულებები. 30 ენერგიის ადამიანების მთავარი ამოცანაა თავისი ოჯახური ცხოვრების აფიშირება არ მოახდინოს. ჯობია დატოვონ დაფარულად იმათთვის, ვისაც ეს არ ეხება. და რეკომენდირებულია დაკავდნენ ქველმოქმედებით და განვითარდნენ სულიერად. აი ეს არის ძალიან მოკლედ ენერგია 3-ის შესახებ. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ძალიან მოკლე ინფორმაცია და ვისაც უფრო ვრცლად აინტერესებს ამის შესახებ, შეგიძლიათ მომმართოთ პირად შეტყობინებაში ან დამირეკოთ ტელეფონის ნომერზე 593 31 58 98.